იმიტომ რომ საახალწლო მზადება რთული არის, ყოველთვის მმართველი გამარტივებაზე რაღაცებს. ამიტომ ეს კერძი იდეაში არის ეგეთი რაღაცა. 2-1-ში. ანუ შეგიძლია თან იყოს ჩათოშული კერძი, რომელსაც გამოვიტან თავიდან სუფრაზე და მე თუ დაგჭირ შეგიძლია ღვეზლად გადააქციო და გამოაცხო ღვეზელი. ან თავიდან ღვეზელი გააკეთო მაგისგან რა. ანუ ორი ცხოვრება აქვს, ასე ვთქვათ, რა თავიდან იბადება, ანუ 31-ში სუფრაზეა და მე პირველში და ორში შეგიძლია თავიდან დაბადო როგორც გამოწყარი ღვეზელი რა. ანუ გენიალური რაღაცა არის. ამიტომ გამოვიყევით ამ მარტივ რეცეპტში, დრო უნდა უბრალოდ სხვა არაფერი. ევროპად უკვე შემოიტანა ელ-პოზოს, იბერიკოს ხორცის ნაჭრები. ეს იზღორი არის, განაც ჰარმონიკეთდება ხოლმე. და ეს არის ანტრიკოტის ნაჭრები, რომელიც ნახეთ, უბრალოდ როგორი მარმარილოსებრი და როგორი ცხიმიანი არის, ანუ ნეტარება არის, ეს არის ოცნება არის მზარეულის ზოგადად ხომ რომ ანტრიკოტი იყოს ეგეთი ცხიმიანი. ვიღებთ ხორცის ნაჭრებს და ვჭრით ისეთ ზომის ხუბებად, რომ ადვილად მოიხარშოს, ესე ვთქვათ რა, მაგრამ ჯერი წვა მე იხარშება. ზოგადად იბერიკოს ხორცი ჩვეულებრივი ღორის ხორცისგან განსხვავდება იმით, რომ მეტი უჯრედს შორისი, ანუ კონებს შორისი ცხიმი აქვს რა, რაც იშვიათია ზოგადად ღორის ჯიშებში ხომ. ამ შემთხვევაში პალადეს გამოვიყენებ, ოღონდ არ გამოვიყენოთ ექსტრა ვირჯინი, ეს შესაძლებელი ვარიანტი არის. კარგად გაცხელდეს ტაფა. და ვიწყებთ მობრაწყვას ხორცის. ანუ ცადეთ რომ ძალიან ბევრი დრო არ ჩაყაროთ, რომ მობრაწვის საშუალება გქონდეს. პარალელურად ბოსტნეული დავჭრათ, მიახურის ღერო, იმდენივე რამდენიც სტაფილო დაახლოებით მოცულობაში. არ შეგეშინეთ რომ მიიწვას. უნდა მიიწვას, იმიტომ რომ მე ჩვენ ამ ხორცის ნამწვის დეგლაზირება რომ გავაკეთოთ ბოსტნეული. რაც დამატებით გემოს მოგცემს. ხახვიც დავჭრათ, დაახლოებით იმდენივე რამდენიც სტაფილო ან მიახურია. ეხლა თავის ცხიმით ვურთ გადმოუშვათ. აქ ბევრი ცხიმი არ უნდა ქონდეს, რომ დეგლაზირება გამოგვივიდეს. და წავიდე ბოსტნეულის ჩაყრა შიგნით. შიშხინის ხმა როგორც გაჩნდება, იგივე ლუდი. თლიანი ბოთლი არ გვჭირდება, ნახევარს მე დავლევ. ახლა ეს დეგლაზირდა უკვე. აი ეხლა მოდის უკვე ხორცის ჩაბრუნების დროც. თავის ცხიმით ვურთ. სულ ბოლოს დაახლოებით 9-10 კბილინი 2. პატარა კბილები on დიდია რა. ერთი დიდი სავსე ჩაისკოვზი ბეკ ქონდა რა. 1.5 ჩაისკოვზი მარილი და 1 ჩაისკოვზი შაქარი. ეხლა ამ მასას დაუწევთ ცეცხლს დაბალზე და გადავაკრავ ჯერ პერგამენტს და შემდეგ პერგამენტზე ფოლგას. თუ გაქვთ სახში pressure cooker-ი, იგივე წნევის სახარში კვაბი, ეგეთ ძალიან გამორგება. დაბალ ცეცხლზე ტოვებთ ჩართულს და აგრძელებთ თქვენ მოღვაწეობას სამზარეულოში, რაც საჭირო ახალწელს გააკეთოთ, ყველაფერი სხვა, ეს თავის წიდგეს. რუს დავუმატებთ. ეს იქნება ცივი ਰੂ, ანუ რეალურად არც არის რო, იმიტომ რომ მოხარშული არ არის. ზოგი ლეზონს ეძახის, ზოგი რამე სხვას. არა უბრალოდ კარაქი აზელილი ხვილში შეგნით ჩავდებთ და მოურიეთ. მორევა ხორცის ნაჭრებს კიდევ უფრო დაშლის და უფრო ღვეზელის იერზე მოიყვანს. თავისთავად უკვე ძალიან გემრიელი კერძი არის. უბრალოდ თუ გინდათ რომ პირდაპირ მიირთვათ, ქვილი აღარ დაამატოთ, კარაქთან ერთად და გადმოიღეთ თებუშზე და ჭამეთ. აი ახლა გამოვაცხოთ ღვეზელი, ცომს გავაბწყერებთ, ეს არის ფენოვანი წესს გამზადებული ცომია და ცოტა შევაბწყერებთ სუბუქად. ვიღებთ საცხობ ფორმას. ეს არის ცხიმი, რომელიც მოხადე მე თვითონ უშუალოდ ხარშვის დროს და ამ ცხიმს ვეწაუსავ საწყობ ფორმაზე. ვიღებთ ჩვენ ცომს და ვაფეთქ შიგნით. ჩამოვაჭრით უერთებს და ჩანგლით დავხვერტავთ ძირს ისე რომ არ გაუჩნდეს ამბერილი ადგილები და თანაბრად გამოწვეს. იქამდე სანამ ავავსებთ, უბრალოდ კვერცხს ავიღებთ შიგნით ჩავჭრი ამ მასაში. დაახლოებით 5-6 კვერცხი, სულაც საკმარისია ამ ყველაფერთვის. არ დაგვაუწევს რომ კვერცხს მარილი დავაყაროთ. და ეხლა ეს მასა მიდის ფორმაში და გადავაფაროთ ზემოდან სახურავი. ერთი ხაზი შუაში, დიაგონალზე რამოდენიმე ხაზი ეს. აქ გვაქვს კვერცხი და ერთმანეთში არეული, ერთი კვერცხი და დაახლოებით 60 მილilitrზე წაუშვოთ ზემოდან და 180 გრადუსზე 20-25 წუთი აცხობთ. ჩვენი ხორცის ღვეზელი გამოცხვა და სულ ბოლოს შტრიხად აქ გვაქვს დალფორის კენკრის მურაბა, რომელიც ერთ კოვსაც ზემოდან დავადებთ, რომ კაი ტკბილი კონტრასტი მიცეს იმ ძიმე ინტენსიურ არომატებს, რაც აქვს ამ ღვეზელს. გადმოვაწვენები წესით და რიგით. მარტივი ტექნიკურად ხორცის ღვეზელი აჩვენა გააკეთო, იმიტომ რომ არც გატარება გიწევს არაფერი, უბრალოდ ხარშვა პასიური დიდი ხანი და მერე ცხობაა, სხვა არაფერი. ერთი ჩამოჭრა. გემრიელად ვაში გაშვება აუცილებელი არის ამ შემთხვევაში. იდეალური ახალი წელს გემოაქვს.